საქართველოდან 3872 კილომეტრის დაშორებით რომში, ერთ პატარა ქუჩაზე, ქართული ეკლესია. აქ უკვე წლებია წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინება. განსაკუთრებით ემოციურია, როცა შუაგულ ევროპაში ქართული გალობის ხმა ისმის. კიდევ ერთი ნუგეში ქართველებისთვის ეს დღე და დილა აღმოჩნდა, როცა მათთან პატარა საქართველო ჩავიდა. როცა ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები და ღვთისმშობლის წილხვედრის საქართველოს ხატისასლი დაბრძანდა. ეს დღე არანაკლებ ემოციური იყო იქ ჩასული სასულიერო პირებისთვისაც. ადამიანების ემოციები იყო განსაკუთრებული, იქ ჩვენ ნახეთ ძალიან ბევრი ცრემლი, ძალიან ბევრი მადლობა, უპირველეს ყოვლისა მოდიოდნენ მადლობას გვიხდიდნენ, ძალიან დიდი სითბოს გამოხატულება იყო და ძალიან ბევრ ემოციებს გამოხატავდნენ ადამიანები, ჩვენ ნახეთ იქ ქართველი ბავშვები, რომლებიც იქ იყვნენ დაბადებული, გაზრდილები და როგორი დიდი მოწიწებით და მოკრძალებით მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეებს და ძალიან დიდი ემოცია იყო, ანუ ჩემთვისაც მაგალითად რა თქმა უნდა ველოდებოდით ემოციებს რო ჩავიდოდით, მაგრამ ამდენად მოჭარბებულად თუ იქნებოდა ეს ემოციები, ნამდვილად არ მეგონა მე პირადად. ქართული სიწმინდეების პილიგრიმული მოგზაურობა ქართული ეკლესიის ისტორიაში პირველად დაიწყო. სიწმინდეები დასავლეთ ევროპის ეპარქიაში საზოგადოება ივერიისას მონაწილეობით გაიგზავნა. ქრისტიანობას აქვს თავისი მოვალეობა, ესე ვთქვათ, მისიონერობისა. და ეს მისიონერობა დღევანდელ დღეს იკისრა საზოგადოება ივერიისამ ქართველი ხალხის პირველ რიგში გაერთიანება. ჩვენ ხედავთ, რომ უწმინდესის კურთხევით საზღვარგარეთაც ჩვენი თანამემამულეების გაერთიანება მათი ნუგეშიც ერთგვარად საზოგადოება ივერიისას დაეკისრა ეს პასუხისმგებლობა და ამასაც არაჩვეულებრივად გაართვა თავი. მე-11 საუკუნის ტექნოლოგია ათონისთაზე არის შემორჩენილი ძველი მონასტრებში ამ ტექნიკით შესრულებული ხატები და რამოდენიმე წლის წინ გთხოვეს და აღვადგინეთ ეს ტექნოლოგია და ხშირად მუშაობთ ათონელ ბერებთან ერთად. ღვთისმშობლის წილხვედრი ხატისასლი დათი კაკაბაძემ დაწერა. ნაწილის ჩასადები კი ფერიცვალების დედათა მონასტერში დამზადდა. უნდა შექმნილიყო ღვთისმშობლის წილხვედრის საქართველო და მოძრაობა უწმინდესმა აირჩია ესეთი. კი არსებობს ძველი ხატები, რომლებშიც ღვთისმშობელი ხელებაპყრობილი არის ვედრებელი. და ეს ხატი უნიკალური იმითია თავისი მხატვრული ღირებულებით, რომ ისტორიაში ეს 4 ტექნოლოგიით შექმნილი ხატი 2000 წლის განმავლობაში მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სამყაროს არ აქვს. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ქრისტეს მოციქულის საფლავის პატარა სამლოცველო პირველად ქართველი მრევლისთვის სპეციალურად გაიხსნა. ორი წმინდანის შეხვედრის ადგილად სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ძლიერი, ნამდვილად სულიერად. ეს იქნება ჩვენთვის შესაძლებლობა წინ ცხოვრება საერთოდ ჩვენთვის და საქართველოსთვის. საქართველოდან შორს ჩვენი დროის წმინდანის ნაწილები რომში ჩააბრძანეს. სხვა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით მართლმადიდებლურ ქვეყნებისთვის, წმინდა ნაწილების სხვა ქვეყანაში მოგზაურობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში ზოგადად პირველად მოხდა, რომ ქართველი წმინდანის წმინდა ნაწილები წავიდა უცხოეთში და უცხოეთში არა სხვასთან, არამედ ისევ ქართველთან. რაც შეეხება ჩემთვის პირადად, ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენი გვხვდებოდნენ, შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები ტვირთი, აი ეს ძალიან დიდი სიმძიმე, რომელიც მათ თავიანთ ქვეყანასთან განშორებით ჰქონდათ, თითქოს ქარწყლდებოდა საერთოდ. და იყო ადამიანებთან პირად საუბრებში, რომ მათთვის ეს ძალიან დიდი ნუგეში იყო. სიწმინდეების პილიგრიმული მოგზაურობა ფლორენციიდან დაიწყო და ბარში დასრულდა. საზოგადოება ივერიისა. დატოვე შენი კვალი ისტორიის ახალ ფურცელზე.